ზაზა გაბუნია მერიას რისკ ჯგუფებში მყოფი მოსახლეობის დაზღვევას თხოვს. ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წევრი დითოვლობის შედეგად დაშავებულთა სამკურნალოდ მერის სარეზერვო ფონდიდან თანხების გამოყოფას დადებითად აფასებს, თუმცა თვლის, რომ ეს საკმარისი არ არის და მუნიციპალიტეტმა ბენეფიციართა რაოდენობა უნდა გაზარდოს. გაბუნიას განცხადებას საკრებულოს ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გამოეხმაურა. როგორც გოგი ჩაჩანიძემ აღნიშნა, ქალაქის ხელმძღვანელობამ 2012 წლიდან 100,000 ადამიანი დააზღვია. წლის ბოლომდე კი დაზღვეულთა რიცხვი 2 მილიონამდე გაიზრდება. ქრისტიან-დემოკრატები თბილისის მერიას მიმართავ წინადადებით, რომ მან გააფართოვოს დასაფინანსებელთა წრე და გარდა იმ ადამიანებისა, რომლებიც უკვე ტრამვა მიიღეს და დაშავდნენ, მან სარეზერვო ფონდიდან გამოყოს დასაფინანსებლად თანხა სადაზღვევო პაკეტისათვის იმ მოქალაქეებისათვის, რომელნიც შეადგენენ რისკ ჯგუფებს. უპირველესად კი მათ შორის აუცილებლად უნდა მოუიაზროს სწორედ უსახკაროები. თბილისის მერიამ დაახლოებით 120,000 კაცი დააზღვია 2012 წლიდან. ეს გახლავთ სწორედ რისკ ჯგუფს მიკუთვნებული ბენეფიციარები, პირველ რიგში ის ადამიანები, რომლებიც ყველაზე მეტად საჭიროებენ სახელმწიფოს მხრიდან დახმარებას. თუ გავითვალისწინებთ, რომ სახელმწიფო თავის მხრივ ყველა ასაკით პენსიონერს დააზღვევს მიმდინარე წლის სექტემბრის თვიდან, დაახლოებით 2 მილიონამდე ადამიანი იქნება დაზღვეული.